პირველში გამოვეხმაუროთ ქართული ოცნების წევრების განცხადებებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. პრინციპში ყოველწლიურად ჩვენ გვესმის მათი მხრიდან მძიმე შეფასებები, რომელიც ფასდება როგორც მოღალატეობრივი, ანტიეროვნული. თქვენი აზრით, რაზე აქვს გათვლა ქართულ ოცნებას, რატომ აკეთებენ ისეთი ტიპის განცხადებებს, რომელიც იწვევს ძალიან დიდ ვნებათა ხელვას არა მარტო საზოგადოების გარკვეულ დიდ ნაწილში, არამედ იმ ადამიანებშიც, მათ შორის, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ ეს ომი და არიან მათ შორის გმირების ოჯახის წევრები, მათი დღევანდელი განცხადებებიც მოვისმინეთ, ისინი ცალსახად ემიჯნებიან, მათ შორის კობახიძის, ყაველაშვილის და პაპუაშვილის აი ამ განცხადებებს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენოთ ჩვენ გვერდზე და პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ჩვენს გუშინ გორჩის გავაკეთეთ და შემდეგი დღის განმავლობაში არაერთი შესაბამისი მემორიალური ღონისძიება იქნება ბუნებრივია ჩვენი მონაწილეობით, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩემთვის და ამას წუხელაც ვამბობდი დღესაც გავიმეორებ, არის არა მარტო მათი მოგონება, არამედ ისეთი ტიპის ბრძოლის წარმოება, ისეთი ტიპის საქართველოსთვის ბრძოლა, რომლისთვისაც ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე გადადეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მთავარი მათი ხსოვნის პატივისცემის მიზნით. რაც შეეხება იმ ბოროტყოფეთ თვითმფარქვია რეჟიმს, სახელად ქართული ოცნება, მე ვფიქრობ, აქ არის ორი ძალიან მარტივი ახსნა, თუ რატომ ჩადიან აი სრულ სივერაგეს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. პირველი, ეს არის ის, რომ ისინი ასრულებენ რუსულ დავალებას და ეს არის კარგად დადასტურებული რამ, ისინი არიან ღიად კრემლის ინტერესების სამსახურში, მათი რიტორიკა, მათი პრაქტიკა, მათი ქმედებები, ყველაფერი ერთ-ერთი ემთხვევა კრემლის რიტორიკას. ეს არ არის როგორ ვთქვათ, რაღაცა ანალიტიკის საგანი, ეს არის ფაქტი, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლი და ქოცები ამბობენ ერთი და იმავეს და რასაც ამბობენ ქოცები, ყოველთვის არის სამხილად გამოყენებული კრემლის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და მეორე, მათ რა თქმა უნდა აქვთ ეროვნულ მესიჯინგში, ეროვნულ სლოგანებში კლავაც მშვიდობა და ისინი ცდილობენ, რომ ადამიანები მოატყუონ და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი და ამაზე ბევრად მეტი უნდა ვილაპარაკო 2024 წელსაც და მე ყოველთვის ცდილობდი ამის გაკეთებას, ისინი ცდილობენ ადამიანები მოატყუონ, რომ ვითომ თვითონ არიან ამ მშვიდობა და ყველაფერი სხვა არის ომი. ეს არის სიცრუე და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. უნდა ვისაუბროთ ძალიან ღიად და უნდა ვთქვათ, რომ მშვიდობა სჭირდება მყარი გარანტიები. მშვიდობა მოდის იქ და მაშინ, როდესაც შენ ყავს მყარი გარანტორები ამ მშვიდობისა ძლიერი სახელმწიფოების სახით. ეხლა ვიკითხოთ, ვინ არის ეს ძლიერი სახელმწიფოები? ეს არის აშშ, ვისთანაც გაანადგურეს სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ევროპული კავშირი, ვისთანაც ასევე მოსწეს სტრატეგიული პარტნიორობა და ზუსტად სამხედრო მიმართულებით ჩვენ დავკარგეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პაკეტი, ანუ დავკარგეთ მშვიდობის და უსაფრთხოების შანსების ნაწილი და ეს არის ბუნებრივია დიდი ბრიტანეთი, ვისთანაც თქვაც არ უნდა, ხო, ვინც ღიად ეუბნება ამ ხელისუფლებას და სანქციებს დაუწესებს. ამიტომაც ყველა ისეთ პარტნიორთან, ვინც არის შენთან ერთად შენი მშვიდობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი, ყველა ასეთ პარტნიორთან ამ ხელისუფლებამ ღიად და მიზანმიმართულად გააფუჭა ურთიერთობები. ამიტომ ეს არის ყველაზე არამშვიდობიანი ხელისუფლება და აი ეს სახელი უნდა დაერქვათ მათ და ამ ხელისუფლების დროს ვართ უფრო დაუცველი, უფრო მეტ იზოლაციაში, უფრო ნაკლები თავდაცვის უნარიანობით, უფრო ნაკლები დაფინანსებით და ნაკლები მეგობრით. და სად არის აქ მშვიდობა? რო არ ვახსენო ის, რომ გინტური კაცი, რომელიც სანთელს ანთებდა თავში გასწრებით მოკლა სნაიპერმა. რო არ ვახსენო ოთხოზორია იქამდე და ასე შემდეგ. ეს არის მშვიდობა? აი ეს არის ვინმესთვის მშვიდობის რაიმე ტიპის იდეა, შეიძლება რომ ეს იყოს მშვიდობა და არა ის რეალური სტაბილურობა, რომელსაც მაგალითისთვის წარმოადგენს ევროპული კავშირი და ნატო. ან ევროკავშირთან და ნატოსთან ბრძოლა შეიძლება რომ მოგვევლინოს რეალურად. აი თქვენ საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრობდით, ბატონ გრიგოლ, და ქართული ოცნების რიტორიკა წლიდან წლამდე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მძიმდებოდა, იცვლებოდა და ახლა მათ რიტორიკაში გაჩნდა deep state-ი სწორედ ომის კონტექსტში და ადანაშაულებენ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, რომ თითქოს აი მათი ძალისხმევით იყო ეს ომი და წამოიწყო მაშინ სააკაშვილის მთავრობა. ხოლო ეს არის ზუსტად კრემლის მავნებლობა. ომი არ დაუწყეს საქართველოს, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ იყო მაშინ მთავრობა. და როდესაც მთავრობებით ზომავ რამეს, აი ესეთ საკითხს, შეყარ მავნებელი და ხარ რუსი და მას უნდა ერქოს პირდაპირ სახელი.
აი, როდესაც კადრულობ იმას, რომ შიდა პარტიულ პოლიტიკური დინამიკა შემოიტანო და მარტო იმის გამო, რომ ENM-ს გინდა ებრძოლო, კადრულობ იმას, რომ შენ სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება. ესე იგი მილიონობით ქართველის კოლექტიურ პასუხისგებლობად გამოაცხადო ომის დაწყება. თან, როდესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს არ დაუწყია არავითარი ომი, საქართველოს არ დაუტოვებია საკუთარი სუვერენული საზღვრები, საქართველო იცავდა საკუთარ თავს, წერტილი. როგორ შეიძლება, რომ შიდა პარტიულ პოლიტიკური დინამიკა, რაც არ უნდა იყოს ეს დინამიკა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლება, რაზეც არ უნდა იყო ამ ხელისუფლებაზე ან მის საქმეებზე, კარგის თუ ცუდის თუ საშილის თუ საუკეთესოსი, როგორ შეიძლება, რომ შენ სახელმწიფოს და მილიონობით ქართველს ძირი გამოუთხარო და მარია ზახაროვას დონის პროპაგანდაში მიიღო მონაწილეობა და რაც უარესია შეგახსენებთ ზახაროვას პროპაგანდას ვინ შევის ახლა რუსეთშიც და მითოდეს მის გარეთ ყველას ეცინება ხო ამ გაურკვეველ ქალზე მაგრამ რუსეთმა ოფიციალურად გამოიყენა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სხვა განცხადებები მე ეს მინდა შეგახსენოთ ხო ჩვენი ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ საერთაშორისო პლატფორმებზე საერთაშორისო ტრიბუნებზე რუსეთმა ქოცური ნარატივი ბოდვა პირდაპირ ვიტყვი გამოიყენა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ხა რა ხსოვნაზე საუბრობენ ხსოვნა კი არა ცოცხალ ადამიანებსაც ვნებენ იმ ბიჭების სულს ხო მართლაც მაპატია სიტყვა მაგრამ მართლაც აფუთხებენ მათ ბრძოლას მათ მახსოვრობას და ვინც ცოცხალი გადაურჩა იმ ომს ან მის შემდეგ დაიბადა ქართულ ერს ვინც დღეს არსებობს ცელს უსვამენ მილიონობით ქართველს ცელი გამოუსვეს ყველა ჯერზე ფაქტიურად ყოველ 8 აგვისტოს როდესაც თქვენს რომ ჩვენ დავიწყეთ ომი საქართველოს უნდა მოიხატოს ბოდიში და ჩვენ გვახსოვს გორში იყო ჩასული ბიძინა ივანიშვილი მეც იქ ვიყავი მაგ დღეს გორში ბრძანდებოდა გასულ წელს 24 წელს ხო აი რომ დაყავდათ რაღაცა აკვარიუმში გამოკეტილი, იმიტომ ეშინიათ საკუთარი რეალური ხალხის, ხო? ამიტომ არის ან აკვარიუმში უნდა იყვნენ ჩაკეტილი, ან უდაბნოებში უნდა იარონ, სადაც კაცი შულს ვერ გადაეყრები და აი მაგ უდაბნოდან იყო ეს პაპუაშვილი, რომ გეუბნებოდა, რომ ქართული ოპოზიცია, ესე იგი, მუშაობს საზღვარგარეთო, მაგის ეშინიათ ძალიან გასაგებმიზების გამო და ხალხს ვერ ხვდებაო. ხოდა მე მაგალითად საზღვარგარეთაც მუშაობ, ვაშინგტონშიც მუშაობ, წელს ორჯერ ვიყავი და მეგობარი აქვს ვლობირებდი. მუშაობ სხვა ქალაქებთან, ბრიუსელთანაც, ყველა დედაქალაქთან. მაგრამ ამავე დროს შიდა ქართლის 140 წერტილში ვიყავი გასულ წელს. მარტო თვენახევრის განმავლობაში. აბა შემედაროს პაპუაშვილი სად იყო საერთოდ მთელი წინაწელი ან მთელი ეს წელი. 3 წელი დააჯამოს. მაინც არ ყოფილა იმდენ ადგილას, რაც პაპუაშვილი რაც კობახიძე, სადაც მე ვიყავი და შევხვდით ჩემს თანამოქალაქეებს. არ ყოფილა. ბატონ გრიგორი, ვისაუბროთ იმაზე, როგორ გვაკარგვინებს ივანიშვილის რეჟიმი გეოპოლიტიკურ როლს. ყველგან ვუგებთ მას. და აი კოლბაში რომ დაყავდათ ეს კაცი, ამას დავასვენებთ ვერაფრით, თავარი ეს მინდოდა მე თქვა, კოლბითო დაყავდათ ეს კაცი, აი მაგ კაცმა იკადრა გორელებს უთხრა და შიდა ქართლს, სადაც 4-ვე შიდა ქართლის შემადგენელი ზონა 4-ვეს ნაწილია ოკუპირებული. აი ამ ხალხს უთხრა ბოდიში გაქვთ მოსახდელიო. აი ამას თუ გაუტარებს ვინმე ან გორში, ან სადმე სხვაგან შიდა ქართლში. ეს იქნება წარმოუდგენელი და ჩვენ ვიცით რომ ამას ასე რაღაცებს ქართული ხალხი არ ატარებს და არ გაატარებს არასდროს საკადრისი პასუხი ძალიან დიდი სილის სახით აი რეჟიმისადმი აუცილებლად იქნება. გეოპოლიტიკურ როლზე მინდოდა მეკითხა ამ კონტექსტში ვიცით რა ისტორიული მოვლენის მომსწრენი გახვდებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ამის შესახებ თუ არ ვწდებით თქვენ ბრიფინგი გუშინაც ჰქონდათ რეალურად ვისაუბროთ ქართული ოცნების პოლიტიკაზე როგორ აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკურ როლს აი მადლობელი ვარ ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ზუსტად ასეთი რაღაცებითო დაუპირისპირდეთ უმთავრესად ქართულ ოცნებას, რომ ჩვენს საზოგადოებას იმ ნაწილს მართალია უკვე ძალიან მცირეს, მაგრამ მაინც არსებობს, ვინც სამწუხაროდ პროპაგანდის გამო თუ სხვა მიზეზების გამო, ან იმიტომ რომ არ ესვის, ჯერ არ აქვს გააზრებული რასთან გვაქვს შეხება. მინდა რომ აი ქართველებმა იცოდნენ რა, რომ თქვენ მეგობრებო, ვინმე კი არა რაღაც პოლიტიკური პარტია კი არა, აი თქვენ კარგავთ შემოსავალს, შანსებს, უსაფრთხოებას, მშვიდობას და კეთილდღეობას. ყველა დღე, როდესაც ეს რეჟიმი გვმართავს, არის უკან გადადგმული ნაბიჯი და არა მარტო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ პარტნიორებს კარგავთ, იმიტომ რომ არავინ აღარ დაგვიცავს, იმიტომ რომ მარტო რჩებით, არამედ შემოსავლების კუთხითაც, იმიტომ ეს ყველაფერი კავშირშია, პირდაპირ კავშირშია თქვენს კეთილდღეობასთან. საგარეო პოლიტიკა მე ამას სულ ვცდილობ, რომ ხაზი გავუსვა.
გარეთ კი არის ზომება, შიგნით იზომება. ქვეყნის შიგნით უნდა მოქცეს სწორმა საგარეო პოლიტიკამ შედეგები. ამას უნდა გზობდეს ადამიანი თავის თავზე, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, მესტიაში, ბრიუსელში შეიძლება ხდებოდეს ფიზიკურად ან ბერლინში, მაგრამ მისი ეფექტები თქვენ უნდა იგზნოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აი ეხლა რა ეფექტს გზნობთ, ხო? ქვეყანა არის იზოლირებული. რეალურად კარგავთ ყველა დიდ ინვესტორს, არავინ არ შემოსულა და არავინ არ შემოვა ესეთ ვითარებაში. რეალურად კარგავთ ყველა იმ დახმარებას, ყველა იმ მნიშვნელოვან, როგორ ვთქვათ, განვითარების პაკეტს, რომელიც უნდა მიგვეღო, რომელიც მიიღო მაგალითისთვის მოლდოვამ, 2 მილიარდი მიიღო 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინსტიტუტის განვითარებისთვის. სომხეთი, ხედავთ, რომ საერთოდ ფენომენალურ დონეზეა გაჭრილი და ეხლა უკვე, რა თქმა უნდა, საერთოდ ახალ სიფრთხეზე გადადის სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობა, რაც ნიშნავს, რომ სატრანზიტო გზის დინამიკა იცვლება, რაც ნიშნავს, რომ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა შემოდის რეგიონში, ნიშნავს, რომ ახალი ეკონომიკური პოლიტიკა შემოდის რეგიონში და ნიშნავს ძალიან ბევრ კითხვას იმაზე, თუ სად იქნება საქართველო. და მე ეს კითხვა დავსვი გუშინ ბრიფინგზე, სად არის საქართველო მაშინ, როდესაც იწერება ისტორია ვაშინგტონში. და პასუხია არსად. არსად. ეს პრემიერად წოდებული გაუგებარი პიროვნება იყო თურქმენეთში, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე სახელმწიფოთა კონფერენციაზე. და იქაც რა თქვა, რომ მე კორიდორი მინდა შემოგთავაზოთ. აი რა კორიდორი უნდა შესთავაზოს? ანაკლია, მე ჩავძირე, მაგან ჩაძირა. შუა კორიდორს მე მევაყენე და არ თქვა, მაგან მიაყენა. მისი რეჟიმის დროს განახევრდა ვაჭრობა ევროპულ კავშირთან. იქით უნდა გაიტანო, ხო, კორიდორი თუ ხარ, ეს ბაზარი უნდა გამოიყენო. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება გვაქვს ევროპულ კავშირთან. 450 მილიონი ადამიანია ევროპული კავშირი, ხო? 18 ტრილიონი ევრო წარმოიდგინეთ, ხო? ეკონომიკის ზომას შევხედოთ, ხო, თქვა. და ნაცვლად იმისა, რომ იქ გვევაჭრა, გავანახევრეთ 2016-22 წლებში განახევრდა ვაჭრობა ევროპულ კავშირთან და იმავე 6 წლის განმავლობაში გაორმაგდა ვაჭრობა რუსეთთან და დსთ-თან. აი ესეთი მავნებლები გვმართავენ და ერთი ბოლოს რეჟიმე და ამ ნაწილის მინდა თქვა რა. ისინი ხშირად ცდილობენ წარმოაჩინოს საქმე ისე, თითქოს მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას ეწევიან, ანუ დივერსიფიკაციას. ეს მეგობრებო არის მითი. არანაირ დივერსიფიკაციას არ ეწევიან. უბრალოდ დაგვაკარგინეს ყველა პარტნიორი და საპირწონეთ ვერავინ ვერ შემოგთავაზეს და ვერ შემოგთავაზებენ, იმიტომ რომ ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები, მithumეტეს ავტოკრატიული სახელმწიფოები ვერ იქნება და არ იქნება ქართული ხალხისთვის და არც პრაგმატული მიზეზებით საპირწონე აშშ-ს და ევროპული კავშირის. დიდი მადლობა ჩართვისთვის. პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გრიგოლ გეგელიას.